გიორგი ვაშაძე თავისუფალია, 7 თვიანი პატიმრობა დასრულებული არის. თეატრალურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იყო 7 თვის განმავლობაში საპყრობილეში გამოკეტილი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი. მან სულ რამდენიმე წუთი წინ დატოვა რუსთავის მე-12 დაწესებულება. დილის 8:30-დან ოჯახის წევრები, მეგობრები, გულშემატკივრები ელოდებოდნენ სწორედ აქ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გიორგი ვაშაძეს, თუმცა გაირკვეულწილად გაიწელა პროცედურები და გიორგი ვაშაძე სწორედ რამდენიმე წუთის წინ გამოუშვეს. ის ამ წუთებშიც ახლა მედიასთან აკეთებს პირველ განცხადებას და მან თქვა, რომ აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. დარწმუნებული არის, რომ გამარჯვება არის ახლოს, თუმცა მიაჩნია, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთიანობა, კონსოლიდაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ჯგუფების იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება ქართულმა ხალხმა გაიფორმოს. გიორგი ვაშაძე საუბრობს ასევე იმ ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც საუყენა ქართულმა ოცნებამ და 15 წლით ემუქრებიან ციხით. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი აცხადებს, რომ საქმეში არაფერი არ დევს, ცარიელი ფურცელია, ხოლო წერია 15 წელი და გიორგი ვაშაძის სახელი. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირველი კომენტარი მოვისმინოთ გიორგი ვაშაძის, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მასაც დაუსვათ პირდაპირ ეთერში კითხვები. ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად, ძალიან განწყობილი. ემოცია რა თქმა უნდა მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე. ბედნიერად ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ხო? მინდა რომ საპატიმროში არავინ აღარასდროს აღარ იყოს, ხო? ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. და სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ განსაკუთრებით ახლა ოჯახს როცა შორდები, შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია. მინდა მაინც მადლობით დავიწყო, დიდი მადლობა ყველას, ვისგანაც ძალიან ბევრ წერილებს ვიღებდი. მადლობა ყველას, რომ გახსოვდით, მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდანაც ბევრ წერილს ვიღებდი. იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა მართლაც საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, რაღაცა თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ, გვატურად ყველას. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს, აი რაღაც საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის და ყოველდღე რო ჩართავ ტელევიზორს, ციხეში ესე მყარად ხარ და ძლიერად ხარ. თქვენ ახლა გიორგი ვაშაძეს ხედავთ. სიმართლე გითხრათ. თავიდან რო ჩამსვეს, ფიქრობდი რომ ხან ზურას დაველაპარაკებდი, ან გადავძახებდი. აგერ თქვენ უფრო ადრე ნახეთ ზურა ვიდრე მე, იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ შენობაში ვიყავი და თქვენ ყველას გისმენდით, თქვენი პოზიტიური ენერგეტიკა ყოველთვის შემოდის იმ ტელეეკრანებიდან. განსაკუთრებული მადლობა მინდა ჟურნალისტებს გითხრათ რა, აი მართლა ძალიან დიდი მადლობა. ოჯახის წევრები, მესმის ბავშვები განსაკუთრებულად გენატრებოდა. გინდოდა პროცესებში აქტიურად ჩართვა. იცით რა, რთული ბევრი რამე იყო რა, მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეხა კეთი მენატრებოდა ყველაზე მეტად. ბავშვები, ყველა აბსოლუტურად და ცოტა ემოციასაც ვერ ვიკავებ ისე ვერ, მაგრამ ძალიან ესეთი მყარად ვიყავით. რთული ის იყო, რომ მიყვარს ყოველთვის ხალხთან ურთიერთობა. აი, ჩემი დღე არის დილიდან საღამომდე ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრა და წარმოვიდგინეთ უცებ რომ მარტო ხარ, რა, სულ ერთ ოთახში გამოკეტილი, ერთ საათი მქონდა დღის მანძილზე, როცა აუცილებლად ვარჯიშობდი ყოველ დღე, რომ ფორმაში ყოფილიყავი და ნუ მე რაღაცა წიგნები, წაიკითხავ წიგნს, კითხულობ წიგნს და უცებ რაღაც მომენტში მიხვდები, რომ ფიქრები გაგექცა
ერთი 30 გვერდი წაიკითხე, მე უკან უნდა დაბრუნდე, რომ ხელახლა წაიკითხო, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მეადევნე თვალი. აი ეს არის ხო? მე საერთოდ მინდა რომ ყველა პატიმარს მინდა თავისუფლება უსურვო, კიდე ერთხელ უდიდესი პატივისცემა სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ყველა პატიმარს, რაღაცა საოცარი თავისუფლების მუხტი, ჟინი, ეს შემართება. აი ნახეთ, რაღაც თითქოს ისე არის, რომ აი მოიხატოს ბოდიში და მაგრამ ამ ადამიანებს ისეთ, ასე ვთქვათ, რა გითხრათ, დამაჯერებ, ისეთ თავისუფლების სხივი გამოდის ამ საპატიმრო დაწესებულებებიდან, ხო? ბოდიში რაზე უნდა მოიხადოს ამ ხალხს? რომ სამშობლო უყვარს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა საქართველოსი, რომ უნდა რომ ნორმალურად ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, ხალხო. რაღაცა, აი დაგძაფრეს, გადავკიდეს, წავკიდე, არ მინდა ეს რა, მინდა რომ ერთად ნორმალურად ვიცხოვროთ. გვაქვს განსხვავებული აზრი, კი ბატონო, ვიკამათოთ, მაგრამ იმაზე ვიკამათოთ, ვინ მეტ ინვესტიციას შემოიტანს და ვინ უკეთეს დემოკრატიას ააშენებს და ვინ უფრო თავისუფალ სასამართლოს გააკეთებს და არა იმაზე, რომ რაღაცა შენ ცუდი ხარ, მე კარგი, ყველა კარგები ვართ. და ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც ვეუბნები, რომ თქვენც კარგები ხართ, თქვენთანაც გვინდა საუბარი და გვინდა რომ ერი გაერთიანდეს და ყველანი ერთად წავიდეთ მედგრად წინ. მადლობა, 7 თვიანი პატიმრობა დასრულებული, ახლა ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ვაშაძე დატოვებს რუსთავის მე-12 დაწესებულებას. თქვენ მისი პირველი განცხადებები მოისმინეთ პენტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ. გიორგი ვაშაძე ანონსებს, რომ აქტიურად იქნება პროცესებში ჩართული, ამბობს, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანი არის ახლა და ამ მიმართულებით ისიც გადადგავს გარკვეულ ნაბიჯებს, ექნება შეხვედრები, როგორც გითხრა, მათ შორის შეხვდება პირველ რიგში ზურა ჯაფარიძეს და შემდეგ უკვე სხვა პოლიტიკურ აქტორებს, საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, აი ზურა ჯაფარიძესთან შეგვიძლია გადავინაცვლოთ ახლა ჩვენ და ვესაუბროთ ნუკრი. ზურა, ველოდებოდით ძალიან დიდხანს გიორგის თქვენ ადრე გამოგიშვეს 8 საათი, არ ვიცი რატომ გახდა ესე, რატომ გააჩვენურე. სახსნა გადაიმის რომ უბრალოდ ადამიანები გააწვალეს, თორე რამე განსხვავება ხო უნდა არსებობდეს ჩემსა და გიორგის შორის. ერთი იგივე მუხლით ვიყავით დაჭერილი, ერთი იგივე კორპუსში ვიჯექით, ერთი იგივე სართულზე ვიჯექით, ერთი იგივე რეჟიმში ვიყავით. და მე თუ გამომიშეს 8 საათზე და 10 წუთში გარეთ ვიყავი ჭიშკრის გარეთ, აი რა პროცედურები გაატარეს ეგეთი, რომ გამოუშვეს 11 საათი. აი უბრალოდ ნახეს რომ ხალხი იყო შეკრებილი და ის არ კი აწვალეს, რომ გააყვანინეს შიგნით და არ კი გარეთ ადამიანები აწვალეს, მათ შორის ოჯახის წევრები და ბავშვები და შვილები. მეტი ახსნა მაგას არ არის. ერთიანობაზე კითხავთ გიორგის გზავნილებიც მოისმინეთ, თქვენი პოზიციები თანხმედრაში, რამდენად გააძლიერებს ამ პროცესში ჩემი აზრით გააძლიერებს, როგორც კი ჩაერთვება, უბრალოდ მე მგონი ჯობია რომ რამდენიმე დღე მივიცეთ რომ ოჯახთან გაატაროს და რაღაც ადაპტაცია გაიაროს, იმიტომ ახაც კი საუბრობს და კომენტარებს კი იძლევა, მაგრამ მე ხო ვიცი ხარ რა განცდა არის, რომ გამოდიხარ და ხალხი და ღია სივრცეები პირველი რამდენიმე დღე ძალიან უცნაურ რა განცდა არის, მაგრამ ცოტა უცნაური განცდა არის და ეხლა ეგეთ ცოტა რაღაცა იფორის მაგვარი მასში არის და ცოტა დრო დაჭირდება რომ დალაგდეს ადაპტაცია გაიაროს და მე დავილაპარაკებთ აუცილებლად რა. მადლობა ზურა ჯაფარიძეს, გიორგი სიორიძესთან გადავინაცვლობთ და გიორგი ვაშაძის დედას ხედავ, გილოცავთ რომ თავისუფალია გაიყარეთ. გიორგი, რას გვეტყვი აი დღევანდელ დღეზე ამ პროცესზე, ერთიანობაზე უსმენდით გიორგი ვაშაძეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ერთიანობა ქონდა, მას რომ მნიშვნელოვანი ახლა ძალების გაერთიანება. თქვენი პოზიცია როგორია? პირველ რიგში სასიხარულო დღე არის, გიორგი ვაშაძე არის თავისუფალი, ულოცავ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი უდანაშაულოდ ჰყავდა ივანიშვილს გამომწყდეული ციხეში და შესაბამისად ყველას დღეს მათ კიდევ ერთხელ ვუსურვებ თავისუფლებას და მართლაც სახელმწიფო უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ბოდიშს უხდიდეს ამ ადამიანებს და არა პირიქით მონანიებას რომ ითხოვდნენ მათგან. რაც შეეხება ერთიანობას, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ამასთან დაკავშირებით ის რომ რეჟიმი იმდენად ვერაგია, რომ მას უვაგრებს გზას ზურგს რუსეთი და შესაბამისად მის დასამარცხებლად აუცილებელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, ეროვნული პროდასავლური პარტიები, არამედ მთელი საზოგადოება, საზოგადოებრივი ჯგუფები, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც არის წინააღმდეგობის მოძრაობაში, არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღე ვინ გამოდის რუსთაველზე ან ყოველ შაბათს მარშზე. ჩვენ ვხედავთ, რომ წელიწადზე მეტია საზოგადოებაში უკმაყოფილება მხოლოდ და მხოლოდ იზრდება და ადამიანები მზად არიან აქტიურად
იმოქმედონ იმისთვის, რათა დამარცხდეს რეჟიმი. აქ მნიშვნელოვანი არის ყველა გამოწვევის კარგად გაცნობიერება, საერთო სტრატეგიის ქონა, ამ სტრატეგიასა და კოორდინაციაზე კონსულტაციების გამართვა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამის მზაობა არაერთხელ გამოგვიხატავს და მიგვიღია კიდეც. ზურა ჯაფარიძე, როდესაც გამოვიდა, მას ჰქონდა ინიციატივა გიორგის აუცილებლად შევხვდებით ლელო ძლიერი საქართველო. საზოგადოებამ ახლა არ უნდა შეიქმნას წინასწარ რაღაც სხვა მოლოდინები. აქ ჩვენ არ ვართ წინა საარჩევნო კამპანიაში, პარტიების შერწყმაზე არ არის საუბარი, არ არის სტრატეგიული თანხმედრა და კოორდინაცია ამ თვალსაზრისით. ახლა არ უნდა იყოს რაღაცა სატელევიზიო მოწოდებები ქოლგებზე და ასე შემდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის საქმიანი, საქმეზე ორიენტირებული კონსულტაციები, რომელშიც ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას. არის რაიმე კონსულტაციები, რომელშიც უკვე იღებთ მონაწილეობას და დოკუმენტზე მუშაობს ოპოზიცია, როგორც გავარკვიეთ დღეს და ამიტომ გეკითხებით ჩვენ იღებთ მონაწილეობას ჩვენ რაიმე დოკუმენტის შემუშავების სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ, შესაბამისად ვერც მის შინაარსზე და ვერც ჩარჩოზე ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპისთვის, როდესაც გაგვაცნობენ, ხო, ამის შესახებ მე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. დიდი მადლობა გიორგი სიორიძე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით პირდაპირ ეთერში, მას შესე რუსთავის მე-12 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძე მის უკვე თავისუფალია, 7 თვის განმავლობაში ის იმყოფებოდა სწორედ ამ საპყრობილეში, ახლა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. იმავე მუხლით გასამართლებული ნიკა გვარამია, გივი თარგამაძე უახლოეს პერიოდში დატოვებენ ციხეს, რაც შეეხება ნიკამელიას დამატებით ბრალდება წაუყენეს, ის მინიმუმ წელიწადნახევარი ისევ საპყრობილეში იქნება. სამშაბათს გივი თარგამაძე დატოვებს რუსთავის მე-12 დაწესებულებას და შემდეგ 12 თებერვალს ნიკა გვარამია.